მოგესალმებით ჩემო საყვარელო ადამიანებო. ხა რა შეასაქმე რატომ თქვენთან გასაუბრება? ალბათ იცით რომ მე ვიმყოფები ახლა ბელარუსში და ჩემს დაბეჭდილებებს გიზიარებთ ამ ქვეყნის შესახებ. ხა პირველი და ბოლო არ არის ნამდვილად ჩემი აქ სტუმრობა და ხშირად საუბრობ ამ ქვეყნის შესახებ და რამდენჯერ ჩამოვდივარ, იმდენჯერაც აღფრთოვანებული ვჩები იმით თუ რასაც ვხედავ და რასაც გებულობ ამ ქვეყნის შესახებ და ახლა დილის 7-ის ნახევარი არის და ავდექ იმიტომ რომ ცოტა ადრე რომ აი ამ ჯანს აღდა აი ესეთ გარემოში გესაუბროთ რა. ესე იგი არ ვიცი აი ჩემთვის საბჭოთა ეპოქა იყო სიმართლე რო გითხრათ რაღაც აი წმინდა ადამიანური ურთიერთობების და პატიოსნების რაღაც გარკვეული სიმბიოზი, სადაც ჩვენ ცხოვრობდით იმ გარშემო. მე პატარა ვიყავი ხა ესებში ყველაფერი არ კარგად არ ვიცი, იმიტომ რომ 78 წელს ვარ დაბადებული და რო დაინგრა საბჭოთა კავშირი სიმართლე რო გითხრათ მაშინ რაღაცა სკოლაში დავდიოდი. და ერთი რამე უნდა გითხრათ რომ აი მე გაოცებული ვარ ამ ქვეყნის ლიდერის აი შორჭრეტელობით და მისი აი დიდი ბრძნული გადაწყვეტილებებით. აი სტალინმა ტყუილა არ თქვა რომ კადრი რიშაევ всё. იმიტომ რომ ეხა რომ არ ყოფილიყო ლუკაშენკო ეს ქვეყანა გაიზიარებდა სომხეთის, უკრაინის, მოლდოვას და საქართველოს ბედს. დაიწყებოდა აქ როგორც აი ამ ქვეყნებში ანტირუსული გამოსვლები, მით უმეტეს დასავლეთ ძალიან უნდოდა რომ აქ ეს ყველაფერი განეხორციელებინა. მე ალექსანდრე ლუკაშენკოს გუნდის წევრს მარჯვენა ხელს მისას ალექსანდრე შპაკოვსკის ვესაუბრე ერთხელ და მან მითხრა რომ აი ჩვენთან ჩამოდიოდნენ ევროპელები და გვეუბნებოდნენ რა თქინა თქვენ ეს საწარმოები, ფაბრიკები, ტყუილა ეს არის მძიმე ტვირთი, ხარჯი, ჩვენ უნდა ვყოფ თქვენ ყველაფრით მომარაგებას და ეს არა აუცილებლობა არ არის ამ ყველაფრის ქონის. ანუ ის რაც გააკეთა ჩვენს ქვეყანაში ედუარდ შევარდნაძემ იმის გაკეთება უნდათ აქ შემდგომში აი ლუკაშენკოს ხელით, რომ გახსოვთ ალბათ შემოვიდა მარტინ ბაუერი ვითომ ჩაის რაღაცა კულტურის განვითარებისათვის და დაანგრია ყველა საწარმო ფაბრიკა. აღარც ერთი ჩაის ფაბრიკა არ დატოვა. ჩაის კულტურა განადგურდა. ასევე განადგურდა ყველა სამრეწველო ობიექტები. აი გული მიკვდება რომ ყველა ის საწარმო რომელიც იყო მაგალითად თბილისში, ქუთაისში განადგურდა და მათ კორპუსები აშენდა. რა იყო ტერიტორია არ იყო რომ კორპუსები აშენებულიყო? ეხა ჩვენ რამხელა შრომა უნდა დაგვჭირდეს იმისათვის რომ ეს ყველაფერი განვავითაროთ. ქვეყანას არ უნდა სამუშაო ადგილები. ქვეყანას არ ჭირდება მრეწველობა, არ ჭირდება სოფლის მეურნეობა. აი ხა ბელორუსი ვიღაცას ძალიან ისეთი ზედაპირული წარმოდგენა აქვს რა არის ეს ქვეყანა. ამ ქვეყნის ეხლა აი რაღაცა გარკვეული ნიადაგი არც ისეთი სიმართლე რო ვთქვათ უხმოსავლიანია როგორც ჩვენი ქვეყნის. ანუ ისეთი ფართობი ძირითადად ბელორუსი დიდი ნაწილი არის ჭაობი. ჭაობი რომელიც ზოგიერთი შემდგომში დააშრეს და ეხლაც რო აი დადიხარ ბელორუსის სხვადასხვა ქალაქებში არის დიდი ჭაობები, არის ტბები და აი ამ მიმართულებით ესე იგი აი კაცი მოდიოდა ეხლა ეგ აი მეთი რა ქვია მოტოციკლეტით და ეს მე აქ არც ხო და გადავიდა ხელი რო არ შემშლოდა და იქიდან მოუვარა იმას რა. ეხლა საქართველოში შეიძლება გაგიტანოს ვიღაცა მაქა რა. იმ ხელად თვით შეგნება აქვს ამ ხალხს რა. აი მე იმ
აი ყოველ თითეულ დეტალებზე გეტყვით, აი რატო არ ახტაცებული და ეს რაღაცა ზედაპირული სიტყვები არ არის. ესე იგი, აი რო ვიძახი, რომ ჭაობია და არც ისე უხმოსავლიანი მიწა არის მეტი. და ეს ქვეყანა არც ნავთობი აქვს. არც დიდი ესეთი რაღაცა მდინარეები აქვს, ჩვენ რო გვაქვს, რომ ჰესები აშენებულიყო აქა. არის ჭაობები, ტბები და რაღაცა ესეთი ისინი, მაგრამ ლამაზი ხა იმას კი არ უკარგავ, რომ ლამაზი არ არის, მაგრამ ჩვენზე ლამაზი ნამდვილად არ არის. ახლოსაც ვერ შეედრება საქართველოს სილამაზე ბელორუსის, ჩემთვის პირადად, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ზღვა, მთა, კურორტები და რა ვიცი, ყველაფერი ისეთი, რაც ნამდვილად ამ ქვეყანას ისეთი სიმდიდრე არ აქვს, როგორიც ჩვენ. მაგრამ ამ ქვეყანამ მიაღწია იმ წარმატებებს, რაც აქვს დიდი პასუხისგებლობით, შრომით და ხარისხით. აი მე გეუბნებით, ეხლა მე ვცხოვრობ 1 წელია მოსკოვში. მე ძალიან დიდ პატივს ავცემ რუსეთს, თქვენს ეს კარგად იცით, 15 წელია ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ ბელორუსიის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ზეხვეული თან რუსული პროდუქციის ხარისხი ახლოსაც ვერ მივა. ახლოსაც ვერ მივა. იმიტომ რომ აქ არის უმაღლესი სტანდარტი, მეგობრებო. უმაღლესი სტანდარტი და აი სოფლის მეურნეობის პროდუქციას, მაგალითად ხაჭოს, არაჟანს და აი გინდა ზეხვეულს, როდესაც აი მივირთმევ, ასე მგონი აი სუნი აზდის, აი ეს რაღაცა ის ადრე რო საბჭოთა ეპოქაში ჩვენ რო აი მივირთმევდით ისეთი პურფუნთუშეული და აი ეს ყველაფერი, ეს ხარისხი რო უჭირავთ, ამითი მოახდინეს შემდგომ თავიანთი პროდუქციის ექსპორტი. ეხლა ვიღაცები რო ლაპარაკობთ, რომ აი რუსული ბაზარზე კი მისცეს უფლება შევიდნენ, მაგრამ ხარისხი რო არ ყოფილიყო, ვინ შეუშვებდა რუსულ ბაზარზე. ეხლა ნაგავი რო შეიტანო, თუ არ იყიდა იმ მომხმარებელმა, ვის რა თუნდა, აი შეიტანე შენ ეს პროდუქცია სხვაგან და სხვა იმ სოფლის აი რაღაცა გარკვეულ ობიექტებში და თუ არ იყიდა მომხმარებელმა რა აზრი აქვს ამას. ვერავის ვერ მოატყუებს შენი იმითი და ამიტომ ეხლა თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ რუსეთს თავისი თვითონ სოფლის მეურნეობის პროდუქცია აქვს, ეხლა ბელორუსი 10 მილიონიანი ქვეყანაა და რუსეთი რამხელა გიგანტია და რამხელა იმპერიაა და აქედან გამომდინარე, მიუხედავად ამისა, აი ლუკაშენკოს აი პირადი კონტროლზე ყოფი აი ამ მიდგომებით მოხდა ხარისხის შენარჩუნება. კაცი ეხლა აქ ვარ ვადევნებ თვალყურს, ყოველ კვირა დადის, ესე იგი ყოველ კვირა დადის სხვადასხვა ობიექტებზე და ამოწმებს ხარისხს. ეხლა მაგალითად მივიდა, ესე იგი ძროხები ჩამოიყვანეს ევროპიდან და უნდა მომხდარიყო შეჯვარება და ამ შეჯვარების შედეგად უნდა მიღებულიყო რაღაც გარკვეული რაოდენობა და რაღაც პროცესი ვერ წავიდა. ისე მივიდა და ესე იგი არ ვიცი ძალიან კაცრი შეფასებები და რა ვიცი ატუქსვა და ისა და რატო ხდება ეს ყველაფერი რაღაც პროცესი და სულ რა ვიცი ხა მე პირადად ვიცი უკვე რამდენი ძროხა და ღორი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს კაცი ფერმარ დაუტოვებია. და თუ შენ კონტროლზე არ აკავს, თუ შენ ხალხთან არ ახარ, ვერაფერს ვერ მიაღწევ ამ ქვეყანას. მე კიდე ხა არ არსებობს ქვეყანა მარტო ტურიზმით განვითარდეს, კაცო. საქართველოში საბჭოთა ეპოქაში ტურიზმი არ იყო, უამრავი ტურისტი რო ჩამოდიოდა, მაგრამ ჩვენთან იყო მძიმე მრეწველობის ობიექტები, სოფლის მეურნეობის პროდუქცია უმაღლეს დონეზე. ამიტომ იყო ჩვენი ქვეყანა განვითარებული. და დღეს ეს ქვეყანა რო დგას ფეხზე, ხო? იმიტომ დგას ფეხზე, რომ აი ეს არის ლუკაშენკოს დამსახურება. პირადად ლუკაშენკო. ეხლა აი ცდილობს რომ სხვადასხვა ბაზრები, აფრიკული, აზიური ქვეყნების ბაზრები იქნას მოპოვებული. ჩადის და დიდი ზარზე იმით ხდება ჩინეთის ლიდერი. ესე იგი ჩინეთის ლიდერი, რომელიც, რა ვიცი, ამხელა იმპერია ჩინეთი და ესე იგი როგორც ტოლის წორს ისე ხდება და მინსკში მაგალითად ჩინელებმა დიდი სტადიონი, ახალი სტადიონი აჩუქეს ბელორუსიას და ცდილობენ რომ აი ეს რაღაცა გარკვეულწილად ის ყველანაირი ისეთი ურთიერთობა იყოს, როგორც აი ორ ქვეყანას შეეფერება და ამიტომ ეს სარგებელი, რომელიც შეიძლება მიღებული იქნას ჩინეთიდან, ყველაფერს იღებს ლუკაშენკო და ცდილობს რომ ეხლა მარტო რუსული ბაზარი კი არ იყოს, უნდა იყოს პლან A, პლან B, ანუ რაღაცა რომ მოხდეს, დივერსიფიკაცია მოხდეს სხვა ბაზრის, ის არ ეყრდნობა მხოლოდ ერთ ბაზარს. და დღეს ცდილობს რომ სხვადასხვა ბაზარზეც გაიტანოს ეს პროდუქცია. დღეს ვიღაცას გონი აი მე არაცხენმა ევროპული ბაზარი,
იცით რა არის, თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ეხლა ალბათ რომ ევროპულ ბაზაზე თვითონ პოლონელებს აქვს კვოტები დაწესებული. პოლონეთიც აგრარული ქვეყანაა, სოფლის მეურნეობა განვითარებულია და პოლონელ ფერმერს რაღაცა გარკვეული კვოტა აქვს, იმის იქით ვერ შეიტანს რაღაც თავის პროდუქციას პოლონელები და რამდენჯერ კადრები გინახიათ ევრონიუსზე, ძეს რო ასხამენ კანალიზაციაში, იმიტომ რომ უკვე არ აქვს უფლება გაყიდონ იმის მეტ. და დღეს აქ ერთი მტკაველი მიწა ის არ არის, რა ქვია, დაუმუშავებელი. ერთი გოჯი მიწა არ არის დაუმუშავებელი, თანაც ის მიწები, რომლებიც შეიძლება დამუშავებული ხდეს, იმიტომ რომ გითხარით, რომ გარკვეული დიდი ტერიტორია არის ჭაობზე და ვერ ხდება იმის გამოყენება ისე როგორც უნდა მოხდეს. არის აქ მეცხოველეობა განვითარებული, არის განვითარებული კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმე მრეწველობა. აი ხა გუშინ ვიყავი და თქვენც ალბათ ნახეთ, ესე იგი ერთ-ერთ უდიდეს გიგანტ ბელაზის საწარმოში, სადაც 9000 კაცი მუშაობს. ეხლა და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სანქციები იქნა დაწესებული ბელორუსზე და რაღაც პრობლემები შეექმნა, ეს საწარმო არ გაჩერებულა. თქვენ წარმოგიდგენთ 9000 კაცი მუშაობს ერთ საწარმოში. მაზის საწარმოში უამრავი კიდე ათასობით ადამიანი და ესეთი საწარმოები ბევრი არის და თითეული ადამიანი რო იღვიძებს მიდის იცის რომ სამსახურში წავა. აი მე დავდივარ აქ სხვადასხვა ბელორუსის ქალაქებში მეგობრებო და ესე იგი გაოცებული ვარ იცით რომ აი თითქოს ქალაქში რო დავდივარ ხალხი არ ცხოვრობს გესმით იმიტომ რომ ყველა სამუშაოზეა ყველა მაშია რა ქვია ობიექტებზე არის. მე აი რაც არის აღსანიშნავი და თვალშისაცემი ხო არ არის ასეთი ამდენი რესტორნებით გადახუნული ეს ქვეყანა. კი მინსკში ბევრი ეს არის რესტორანი მაგრამ აი გუშინ ვიყავი მე ჟოდინოში, სადაც ეს არის ეს საწარმო ბელაზის და რაღაცა 1-2 რესტორანი ნახე. 9000 კაცი მუშაობს, ხო, ფული ხო შედი. იმიტომ რომ ეხლა კაცი რო საწარმოში წავა, დაღლილი რომ მოვა, იმის თავი აქვს მე ეხლა საწარმოში რო იქნება, მე რესტორნებში იაროს და ის დასვენების დღეებსაც კიდე იყენებს იმისათვის, რომ ოჯახთან ერთად იყოს, ხო? აბა ჩვენთან არც მრეწველობა, არც არაფერი და რესტორნები გუგუნებს, ესე იგი ჭამას და მუცელს გადავაყოლეთ ეს ქვეყანა რა. აქ ახლა ადამიანები თავიანთ სარჩოს აბადებას იხმარენ იმისათვის, რომ რაღაცა განავითარონ. აი ყველაზე საოცარი რა არის, იცი? აი ჟოდინოში ვიყავი და პატარა ქალაქი არის ესა რა. ხო და ესე იგი სულ ბავშვები, აი ეზოში, აი ბავშვების რიამულის ხმა და მარტო აქ კი არა, სხვა აი ეს პატარა თუ დიდ ქალაქებში და აი იგრძნობა რომ ადამიანები დემოგრაფიული მიმართულებით ძალიან დიდ ნაბიჯებს დგამენ. მე აღსანიშნავია ისიც რომ აი ეხა აი თითეული რაღაცა მიკრორაიონი რო შენდება. აქვს ყველას თავისი სკვერი, აქვს თავისი ყველას ეზო, მოედანი და ყველა სეირნობს, ყველა თამაშობს, ბავშვს გაუშვებს 7 ახარ. აბა ჩვენ რატო არ გვიყვარს ეს ქვეყანა, ჩვენი შვილები არ უნდა გაიზარდონ ამ ქალაქში. ყველას ყურა აქვს საკუთარი კერძო სახლი ხალხოა რა. მე მახსოვს ეხლა აი მეც გარეუბანში ვცხოვრობდი და რა ვიცი 5 სტადიონი იყო ჩვენი კორპუსის გარშემო 5 სტადიონი ბაღი იყო სკვერი იყო და გვიხაროდა ჩასვლა და რა ვიცი ჟრიამული იყო და აი რდილას რო სანამადგებოდი ბავშვების ჟრიამულის ხმა გაიგებდი დღეს ზაღლებისა და კატების ხმაზე გაიღვიძებს ადამიანი და ადრე სხვა მიმართულება იყო გესმით და ამიტომ მე ერთი რამე მინდა გითხრათ რომ ყველა მხრივ რაც შეიძლება ქვეყანა ვითარებოდეს გამოვიდა და ეს არის პირადად ლუკაშენკოს დამსახურება პირადად ამ კაცის დამსახურება და რომ არა ეს ადამიანი ეს ვერაფერი ვერ განხორციელდებოდა მეგობრებო იმიტომ რომ როგორ შეიძლება რომ აი არ ვიცი ამ კაცს სიცოცხლეში ვეკუთვნის ერთი ყველა ქალაქში ძეგლი. აი ახლა მაშინ სტალინს რო უდგამდნენ ძეგლს თითოეულ ქალაქში ეს სტალინი იმსახურებდა კაცო ამ ძეგლებს და ესე იგი ზაღლები ხუბებს. ეგერ გისაღლია. ხო და არ ვიცი თითოეულ ქალაქში უნდა დაუდგა ძეგლი ამ კაცს, იმიტომ რომ მაშეროვი იყო ერთი ყველაზე დიდი ლიდერი ბელორუსიისა, რომელმაც მართლაც ბევრი რამ დიდი წვლილი შეიტანა ბელორუსის
განვითარების საქმეში ვასილ ჟავანაძის მეგობარი იყო და მეორე არის ეს კაცი ალექსანდრ ლუკაშენკო, რომელმაც არ ვიცი, მაშერობზე ნაკლები რამდენად არ გაუკეთებია ქვეყნისათვის და ბიჭო, არ ვიცი, პოლიტიკა საერთოდ არ იხილება. შეიძლება აქაც თქვენ როგორ ფიქრობთ, არ არის განსხვავებული აზრი? უამრავი ხალხი გამოდიოდა იქ, რომ აქციები დაიწყო ლუკაშენკოს წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა ქვეყანა არის ერთ მუშტად შეკრული. მით უმეტეს, და ერთ მუშტად რატო არის შეკრული, ცით გეტყვით. ამათ აქვს ძალიან კარგი მეხსიერება და ძალიან კარგად იციან, რომ დასავლეთის ფაშიზმმა რა მოუტანა ბელორუსს. დღეს დასავლეთ შუაგულ ევროპაში არის დღეს ბელორუსი, საზღვრებია პოლონეთთან, ლიტვასთან, რუსეთთან და ევროპულ ქვეყნებთან და პირდაპირ კარიბჭეა ევროპის და ერთ რამეს გეტყვით, რომ რა თქმა უნდა ეს ქვეყანა ცდილობს, რომ ყველასთან ურთიერთობა ქონდეს, მაგრამ ამ ქვეყნის მეხსიერებაში ჩაბეჭდილია ის, რა გაუკეთეს ამათ და ამიტომაც ისე ფრთხილად მოქმედებენ, რომ და იციან ვინ არის მტერი, ვინ არის მოყვარე და ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი ისტორიული მტრების სახე წარმოვაჩინეთ ამ ბელიო პერიოდში, როგორც ჩვენი რაღაცა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის. გახსოვთ ალბათ კვირიკაშვილის ცნობილი ფრაზა, ხო? ეხლა მე არც ერთ ქვეყანასთან ნამდვილად, როდესაც ვსაუბრობ, არ მინდა ცუდი ურთიერთობა მქონდეს, მაგრამ ისტორია არ იცვლება, ის ვინც გებძოდა შენ ადრე, ეხლაც იგივე მეთოდებით გებძვის, ოღონდ ხმალით არ მოდის. დღეს საქართველოს გაქრობა ხდება იარაღის გარეშე. რაც ხდება აი დემოგრაფიის მიმართულებით, ხო? ეხლა ბიჭო, შენი ქვეყანა კოდება, შენიერი კოდება და უცხო ტომელები უნდა ჩამომისახლო, იმის მაგრად ქართველების გამრავლებაზე უნდა იფიქრო. აი, მე ძალიან აქ თხოვ, ჩემო მეგობრებო, რომ ერთხელ არ ვიცი, ამ მილანებში და ბარსელონებში რომ დადიხარ, ჩამოდით ამ ქვეყანაში და მე ნერვები მეშლება ზოგი რომ ლაპარაკობს, რომ ისაო, რა ქვიაო, ისაო ბელორუსში არ მინდა გავიღვიძო. ჩამოდით ერთი და ნახეთ ერთი ეს ქვეყანა როგორი ცხოვრები ცხოვრობს. და მე შეაფასეთ ის ყველაფერი და ესე იგი რომ დავდივარ ქუჩებში, მე მიგრანტები იდეთ კანტი კუტა 1000 რო ნახავ, ჩვენ საქართველოში საბჭოთა ეპოქაში რომ უცხოელს რო ნახავდი, თვალები გაგიფართოვდებოდა, რომ ეს უცხოელი და სულ თეთრი რასა, ესე იგი სულ ამ სახეებს რო უყურებ ლამაზი რასა, ბელორუსები, რომლებიც ბელარუს, ნამდვილი რუსები, თეთრი რუსები, რომლებიც ისეთი სილამაზით გამოირჩევიან, არ ვიცი, ქალები ძალიან მომხიბლელები, მამაკაცები ყველა ფიზიკურად, ესე იგი ნავარჯიშები, ყველა სპორტს მისდევს და არ ვიცი, აღტაცებული ვარ მეგობრებო ამ ყველაფრით და მე ეხლა ბელორუსი ასეთი სიყვარულით რომ ვლაპარაკობ, არც ლუკაშენკო მიხდის ფულს, არც ბიზნესი მაქვს აქ, არც ქონე მაქვს, ჩამოვდივარ როგორც რიგითი ადამიანი და უბრალოდ და სანამ ჩამოვიდოდი კიდე ბელორუსში მე სიმართლე რო გითხრათ 3 წლის წინ ჩამოვედი პირველად და მანამდე მე იმდენი გადაცემები მქონდა გაკეთებული ბელორუსზე, რა ვიცი და მე მომეცა საშუალება მომიწვია ბელარუსის საელჩომ და ამითი ახტოვანებული დავრჩი, რაც პირადად ვნახე. ხა სულ სხვა, როდესაც შენ ნახავ შენი თვალით იმას და სულ სხვა არის, როდესაც იქიდან ლაპარაკობ გარედან და ამიტომ ეცი გული მტკივა, რომ ჩვენ უფრო წესით უფრო დიდი კარგი ქვეყანა უნდა გქონდეს, მაგრამ ჩვენივე ესეთი არაპატრიოტიზმით მივახციეთ ამას. არავინ, არც ერთი ბელორუსი არ ლაპარაკობს ამდენს თავის ქვეყნის სიყვარულზე, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ. ყველგან მე მიყვარს საქართველოს, ყალს ვერ გააგდებინებთ ხელიდან და ბიჭო, პატრიოტიზმი რაში გამოიხატება? პატრიოტიზმი გამოიხატება იმაში, რომ რომ მოდიხარ აგერ ამ ქუჩაში და ნამწვავს რო არ გადააგდებ. რომ მოდიხარ და არ ყვირი ხარ, არ იჩხუბებ. ესე იგი ნერვიული სისტემა დაგიწყნარდება აქ რა გეუნებით რა. ესე იგი ასე მგონია ქალაქში არავინ არ ცხოვრობს, ისეთი სიჩუმეა, ისეთი სიწყნარია. ეს კი არა კორპუსებში რო ცხოვრობ, ხო? ეხლა ახალი კორპუსები რო შენდება, ხო? ისეთი არ არის ძველი და რო ლაპარაკობ იქ ესმის გაიგოს შერვა მეზობელმა და ყველა ცდილობს რომ რაღაცა მეზობელს არ შეაწუხოს. ყველა ცდილობს რომ რაღაცა დისკომფორტი არ შექმნას. ქუჩაში ხმამაღას ტრანსპორტში მოვდიოდი, ესე იგი ლასტაჩკით მოვდიოდი მოსკოვიდან იმაში მინსკში და
მე არ ვიცი, ჩუმად იყო ყველა ხალხი მას არ იღებდა მატარებელს. ეხლა წარმოგიდგენიათ, ეხლა თქვენ რო თბილისი, მიცი რა ქვია, ბაქოს მიმართულებით ანსამბლი მატარებლები რო დიდი მაგზით მოდე, უიმე ყაყა თბილისი ბათუმი ავიღოთ. ეს იგი თავს წაკჭამენ რა, ვერ დაისვენებ, ვერ დაიძინებ. იმას კი არ ფიქრობენ, რომ აი შენ რო ლაპარაკობ და ტვინს ბურღავ, სხვას ეხლა იქნება დასვენება ჭირდება. აქ არა, სირცხვილია უკვე, რომ გინდოდეს, ვერ ილაპარაკებ, გეუბნებით რა, ვერ ილაპარაკებ. აი ეს არის ქვეყანა, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის სამშობლოს სიყვარული. აი ახლა გადასნახეთ, აი ბელორუსის დროშები არის ყველგან გამოფენილი. ყველა იმაზე შენობაზე, ყველა კორპუსზე თითქმის გადმოფენილი არის ბელორუსის დროშები. ეხლა მე რა არის ყველაზე ისა, აი იმ დღეს მოვდიოდი და აი გადასასვლელი იყო, გზის გადასასვლელი იყო და ცოტა შეზარხოშებული იყვნენ, მოდიოდნენ ბელორუსი მამაკაცები და მის იყო რა ქვია არავინ მანქანები საერთოდ არ მიდიოდა პირველი საათი იყო რაღაცა და რო გადასულიყო პრობლემა არ იყო და გადავიდეთო კაცო და მან ვიღაცამ ერთმა უთხრა მეორე არა მიში ბელარუსი ანუ ბელარუსი არის ნიშანი წესრიგის ბელარუსი არის ნიშანი პატრიოტიზმის წარმატების და ყველაფერი იმისი რაც შეიძლება ქვეყანის მოქალაქეს უნდა გააჩნდეს რა მე აღტაცებული ვარ როგორ გაიზა და ეს ყველაფერი შექმნა აი ამ კაცმა ლუკაშენკომ იმიტომ რომ პირადი მაგალითით უამრავი რაღაცა დღესასწაულები დააწესა ერთ-ერთი არის მაგალითად გახდით ალბათ მე თქვენ აი მიდის ბუნებაში აქ მისკთან ახლოს და შეშას შეხავს აი თვითონ თანდასე ანუ და რატომ მოიგონა ეს დღესასწაული რომ ხალხი ბუნებაში იყოს ხალხი მას შეეჩვიოს მიწას და ყველანაირად ცდილობს ეს კაცი რომ ადამიანებმა აი ბუნებას მიაშურონ აი აქ რო ერთი წელი აი მე ხედავ ვიცი რაც არის როგორი შეშლილი სახეები გვაქვს ჩვენ და როგორი ესე იგი საგიჟეთში ვართ აი მე ვფიქრობ ასეთი სიტუაცია ჩვენ აქ რო ჩამოხვალ გეუბნებით რომ აი ყველაზე დიდი წამალი რომ აი ნერვიული სისტემა დაგიწარდეს ეს ქვეყანა მანქანა რომ მოდის და ვიღაცამ რაღაც არასწორი მანევრი რო გააკეთოს ვიღაცამ გადმოგიხდება შეიძლება მთელი ობსტრუქციები მოგიწყო აქ სად ხდება ეგეთი რაღაცა ანამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა სად ხდება ადამიანს თვით შეგნება აქვს იმისი რომ ჩქარა არ უნდა იარონ კაცო რა და სასჯელიც არის შესაბამისი რამდენი ხალხი სადაც ჩვენთან იხოცება სად იხოცება ხალხო ამდენი ხო და ჩვენ ერთადერთი ბოლო პერიოდში რითაც დავიკვეხნით რაღაცა ეს სპორტული წარმატებებია ხვიჩა კვარაცხელია სადღაც გოლს გაიტანს სადღაც ვიღაცა შტანგას აწევს რა არის ქართველი კაცის გულის გამხარებელი სხვა და აქ წარმატება არის ის რომ ახალი საწარმოები ფაბრიკები ახალი ობიექტები შენდება მე არ ვიცი დადღაბნილია მთელი ქალაქები ერთ წარწერას ვერ ნახავ აქ სადმე რა არ მინდა ეს ყველაფერი რა მერე კაცო ბოლო ქვეყნის ის რო ხარ ლიდერის სახე რო ხარ და მე არ ვიცი ხა აქ ბელორუსში არის სახელმწიფო თანამდებობის პირები და პირადი პასუხისგებლობით პირადი მაგალითით უნდა აჩვენო შენ ხალხს რომ შენ ხარ ხალხთან და არ უნდა ამოვარდე ამ კონტექსტიდან და არ უნდა აჩვენო საზოგადოებას შენ რომ 10 ბინა გაქვს შენი ცოლი ბარსელონაში და მილანში რო დადის და თავზე რო იმხობ ყველაფერს როცა ქვეყანა შიმშილობს როცა ქვეყანას უჭის და როდესაც ქვეყანას ეხლა რაც არ უნდა ვიღაცა მილაპარაკოს ეკონომიკური წინსვლა გვაქვს ისა გვაქვს ესა გვაქვს კაცო ციფრები ხო თავისას მეტყველობს ხალხი ხო გარბის ამ ქვეყნიდან და კაი ცხოვრება რო იყოს ხო არ წავ ბელორუსში მაგალითად კიდევ ერთხელ მეორებ ეხლა კი აქედანაც ვიღაცები მიდიან შეიძლება ქვეყნებში მაგრამ შენარჩუნებულია კაცო ეს დემოგრაფიული მდგომარეობა 10 მილიონი არიან 10 მილიონი ხალხო და მიდის ყოველი მზარდია ეს ჩვენება ამ ყველაფრისა ამიტომ მე ერთ რამეს გეტყვით რა რომ თუ გვინდა ჩვენც რომ ამ ქვეყნის მსგავსად საქართველოს განვითარდეს ხო რაღაცნაირად ცოტა მეტი მაგალითი უნდა ავიღოთ ასეთი ქვეყნებისა და მე თამამად შემიძლია აი თქვა რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებიდან რო ავიღოთ ლიდერი არის დღეს ბელარუსი ლიდერი არის თავისი აი იმ მიდგომებით თავისი რაღაც ეკონომიკური მაჩვენებლებით რადგან მას ყავს ლუკაშენკო
ლუკაშენკო არის ამ ყველაფრის თავი და თავი. ჩვენ დავითი რო არ ყოლოდა, თამარი რო არ ყოლოდა, გიორგი წყინვალე რო არ ყოლოდა, საქართველოს არ გაერთიანდებოდა. ეხლა ვიღაცა იტყვის ხალხმა, ხალხი ეხლაც მაშინაც როგორც უყვარს, ეხლაც უყვარს ქვეყანა, მაგრამ პირადი მაგალითი ლიდერმა უნდა აჩვენოს, კაცო. საქართველოში კიდე ერთი რამე უნდა იცოდეს ყველამ, თითეული ადამიანი იმიტომ შედიოდა ოქროს ასოებით, რომ საქართველოს აერთიანებდა და ქვეყნისთვის კარგი მოქონდა. თორე იმისი რა ქვია, რაღაცა კონცერტების გამართვითა და რაღაცა წვრილმანი წარმატებებით არავინ არ შედის რა ისტორიაში. და ეს კაცი შევა არა მარტო ბელორუსიის ისტორიაში, არამედ სოფლიო ისტორიაში, რომ აი ამ დაპირისპირებების, აი ამ დიდი რაღაცა ნებათაღელვების ფონზე შეინარჩუნა თავის ქვეყანაში მშვიდობა. ეხაც აი ზელენსკი მოითხოვდა, რომ აიო ის მოაცილეთ, ეს მოაცილეთ, თორე ჩვენ აქ იმას ვიდა. აი როგორ ორცეს შუა არის, ეხა ეს კაცი უყურეთ, რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობა აქვს. თან ეს ზელენსკი იგივე ფაქტობრივად ნატო და არის დასავლეთი, ეხა ზელენსკი ხო მარტო არა, ცდილობენ რომ ჩაითრიონ ეს ბელორუსი. და ეს კაცი დაბალანსების პოლიტიკით რაღაცა ცდილობს, რომ როგორმე შეინარჩუნოს ამ ქვეყანაში მშვიდობა. ამერიკა, რომელსაც თავად დასანქცირებული ყავდა ამ ქვეყნის ეს მთელი ისტებლიშმენტი, ჩამოდის ამერიკელები, კონგრესმენები და საათობით ელაპარაკებიან ლუკაშენკოს და სანქციას მოუხსნეს იმ ბელავიას და ანუ ეს კაცი ეკიდეთრებს ცდილობს რომ ახაცნაირად აი აირიდოს ყველაფერს, სასწაულს აკეთებს რა. სასწაულს აკეთებს რა. თან არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, არის საიუზნე გასუდარსტვა, საკავშირო სახელმწიფო, სადაც გაერთიანებულია ეს ორი ქვეყანა და თან კიდე ცდილობს რომ დასავლეთთანაც ურთიერთობა ასე თუ ისე გქონდეს და ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. ეხლა ტრამპმა პირადად ეს ადამიანი წერილი გამოუგზავნა მელანია ტრამპმაც და ძალიან ისეთ კაი ურთიერთობა აქვს. წარმოგიდგენია თქვენ რა ხდება. კაცი არის პატრიოტული პარტნიორი რუსეთის, რომელიც ებრძვის ეხლა დღეს ამერიკა ებრძვის მას და მთელი დასავლეთი და თან აი ესეთი ურთიერთობა აქვს. ჩვენ აი ამბიციურობამ დაღუპა ეს ქვეყანა. ყველას რო პირველ კაცობა უნდა, ყველას Facebook-ში რო კაც 1000 ისაყავს, რა ქვია, ლაიქი აქვს და თავი უკვე ნაპოლეონი გონია, აი ამან დაღუპა ეს ქვეყანა, მეგობრებო. და ამიტომ თუ ჩვენ დასკვნებს გამოვიტანთ, კარგი იქნება და თუ არა და არ ვიცი, ძალიან რთულად იქნება ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა. აბა კარგად ვიყავით.